გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. არ მეგონა რომ გიდეონ ფოფხაძეზე 1-2 სიტყვის გარდა ოდესმე თუ რამეს ვიტყოდი და მით უმეტეს მთელ გადაცემას თუ მიუძღვნიდი მას. შეიძლება მთელი გადაცემა არ მეუძღვნა, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრს ვიტყვი და ესეც უკვე დიდი პატივი იქნება მისთვის. სიტყვა პატივი ამ შემთხვევაში ალბათ გადამეტებულია, რადგან ყველაფერს ვგრძნობ გიდეონის მიმართ პატივისცემის გარდა. ხომიცით მეგობრებო, გიდეონი რუსთაველის პროსპექტზე რომ წამოგორდა და შიმშილობა გამოაცხადა. იცით ალბათ. შიმშილობის პირველი მცდელობა მას ჰქონდა მაშინ, როდესაც ჰელენ ჰოშტარია შიმშილობის ვეტერანი გაწვა რუსთაველზე და აშიმშილდა. გიდეონმა მოიწონა ელენას ინიციატივა, ალბათ იფიქრა კიდეც აფსუს მე რატომ არ მომივიდა თავში ეს ბრწყინვალე იდეა და მხარი აუბა. მაგრამ ჰელენე მალევე წამოხდა და შინ გაიქცა. დარჩა გიდეონი მარტო და მარტო კაცი შიმშილობაშიც ბრალიაო. ადგა და ისიც გაეშურა სახლისკენ, რათა მერე სამზარეულოში მაგიდასთან აღენიშნა შიმშილობის დასასრული და მოეყოლა ოჯახის წევრებისთვის თუ რა მძიმე ხვედრია სამშობლოს სიყვარული. გავიდა დრო და გიდეონმა შიმშილობის მეორე ზახოდი განახორციელა. სადღაც წავიკითხე, რომ თურმე გიდეონი ნაწყენი ყოფილა მას, რომ ყურადღებას არავინ აქცევს, განსაკუთრებით ქართული ოცნება. თვითონ თქვა, რომ მოშიმშილეების მდგომარეობას ოცნება არ კითხულობს, არ აინტერესებს და ეს იმ დროს, როცა ნორმალურ ქვეყანაში ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება შიმშილობის აქცია კონტროლის ქვეშ აიყვანოს, რუსთაველის გამზირის პროტესტია გასაძლიერებელიო. მე არ ვარ ქართული ოცნების პარტიის წევრი, მე ვარ ქართული ოცნების რიგითი მხარდამჭერი და რაღაც შესაბამისობა მაქვს იმ ძალასთან, რომელსაც ხმას ვაძლევ და გამოგიტყდებით, არც მე მაინტერესებს დიდად გიდეონის შიმშილი როგორ მიმდინარეობს. არა, რასაკვირველია, მე მას ჯანმრთელობას უსურვებ და თუ მკითხავენ, რას გადავცემდი გიდეონს, ვიტყოდი, გადაეცით მეთქი, რომ მორჩეს სისულელეებს და საქმეს მიხედოს, სახლი ააშენოს, ხე დარგოს, ბავშვი გაზარდოს. დარწმუნებული ვარ, ეს ქმედებები გაცილებით უფრო წაადგებოდა სამშობლოს, ვიდრე მისი უაზრო შიმშილობა. მაგრამ მე არავინ არაფერს მეკითხება და ერთი მხრივ ეს არაა ცუდი, რადგან პასუხისმგებლობას არ ვიღებ საკუთარ თავზე. პასუხისმგებლობის აღება ხომ მძიმე ტვირთია და ამისთვის ადამიანი უნდა იყოს მზად როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და მენტალურად. ჩვევად მაქვს ადამიანზე, როდესაც რამეს ვწერ ან ვლაპარაკობ, წინასწარ მის ბიოგრაფიას ვეცნობი ხოლმე. ჩემთვის გიდეონ ფოფხაძე არასდროს ყოფილა დიდად საინტერესო ფიგურა, ცოტა კომიკურ პერსონაჟად მეჩვენებოდა და სერიოზულად ვერ აღვიქომდი. ამიტომაც უცებ მივხვდი, რომ მასზე არაფერი ვიცოდი. დავინტერესდი მის ბიოგრაფიით, გადავფურცლე ენციკლოპედია ბრიტანიკა და აღმოჩნდა, რომ თურმე პარლამენტის 2 მოწვევის წევრი ყოფილა და ორჯერვე ქართული ოცნების ეგიდით. მეტიც მეორე მოწვევის დროს თურმე ბორჯომის მაჟორიტარული დეპუტატიც ყოფილა და მოწინააღმდეგეს, არ ვიცი ვინ იყო მისი მოწინააღმდეგე, 2016 წლის არჩევნებზე 51% ხმით მოუგო. ანუ გამოდის, რომ თითქმის 8 წელი ის ოცნების მომხრე და ოცნების გენერალური ხაზისა და იდეების გამტარებელი გახდა და მერე უცებ მოვიდა აზრზე, რომ არასწორ პოზიციაზე იდგა და გადასკუპდა. ჯერ ეკა ბესელიას პარტიას სამართლიანობისთვის შეუერთდა. ეს მოხდა საპარლამენტო ვადის ამოწურვის პერიოდში. ეტყობა კულუარებიდან გაიგო, რომ ოცნება მას შემდეგ არჩევნებზე სიაში არ ჩასვამდა და თუ რატომ არ ჩასვამდა სიაში, ეს უკვე აღარ ვიცი. ალბათ ოცნება მიხვდა, რომ გიდეონი უინტერესო ადამიანია. ამიტომაც ოცნებამ გადაწყვიტა მასთან მშვიდობიანად დამშვიდობება. ნაბანავებ წყალს რომ არ გადაყოლოდა, გიდეონი ჯერ ეკა ბესელიას ჩაეჭიდა, მერე მიხვდა, რომ ბესელია უპერსპექტივოა და სხვა დეპუტატებთან ერთად დააარსა პარტია შთამბეჭდავის სახელით ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი.
და 20 წლის არჩევნებში დიდუბე ჩუღურეთის მაჟორიტარულ დეპუტატად იყარა კენჭი. მოაგროვა ხმების უპრეცედენტო რაოდენობა 866 ხმა, ანუ საერთო რაოდენობის 1%-ზე ცოტა მეტი. ძალიან ბევრს ხომ არ ვლაპარაკობ გიდეონზე მეგობრებო, მაგრამ ალბათ საჭიროა რომ ქვეყანა თავის გმირებს კარგად იცნობდეს. ხოდა დღეს ეს სრულიად ხელმოწარული ადამიანი, რომელიც 8 წელი კარგად იკვებებოდა ოცნების რესურსებიდან, ახლა შიმშილობს ოცნების საწინააღმდეგოდ. ოფიციალური ვერსია რომ ის აკრიტიკებს ოცნების პოლიტიკას, არაოფიციალური კი ის რომ ვერ უპატიებია ოცნებამ ის რომ მიატოვა და სამუდამოდ არ შეიფარა თავისი ქოლგის ქვეშ. რაც შეეხება შიმშილობას, ის შიმშილოს, თუ კი სხვა არაფერი ეხერხება. თანაც უვნებელი შიმშილობის მკაფიო მაგალითი აქვს მიხეილ უკვდავის სახით. აი ხომ თქვი რომ 2-20 სიტყვას ვიტყვი გიდეონზე მეთქი, მაგრამ მთელი გადაცემა მივუძღვენი. მოკლედ, ჭამე გიდეონ, ჭამე, მაინც არავინ არაფერს დაგიფასებს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.